ალბათონო ქეთი მოგესალმებით. როგორ ბრძანდებთ? სალამი. ძალიან დიდი მადლობა რომ დაგხვდით და დიდი მადლობა თქვენ. აი დაბრძანდით თქვენ. დიდი მადლობა. ესე იგი ბევრი არ ვფიქრე სად უნდა შევხვდრილიყავით ერთმანეთს. ეს ყველაზე ლამაზი. ულამაზესი გარემოა, ეზოა, თემატურია, თან რო ფიქრობ ვის უვლია ვინ დადიოდნენ და ისტორია აქვს. თან რადგან თქვენ ხელმძღვანელობთ პერფორმანს წინვალესახს, შესანიშნავი დამთხევა მოხდა. მადლობა დიდი რომ გამონახეთ. მადლობა თქვენ. ვიცი რომ ახლა აქტიური პროცესი მიმდინარეობს შიგნი და კი, კონფერენცია, უცხოელი რაღაც ორგანიზაცია და საღამოს ლიტერატურული შეხვედრები გვაქვს და დღისით კონფერენციებს უთმობთ ხოლმე. ჩვენ გადაცემაში და სხვაგან კიდე მე რადიოში სირად გვაქვს ხოლმე საუბარი რომ აქტიური პროცესი მიმდინარეობს. თქვენთვის ახლა გამომდინარე იქიდან რა ოჯახის შვილი და ვისი შვილი ბრძანდებით, ხადია ძალიან ახლო მწერლობა, პოეზია, ლიტერატურა. თუმცა მაინც პასუხისმგებლობა დიდია, როცა ასეთი ისტორიის თვითონ შენობას და ასეთი ფუნქციის სახს ემძღვანელობთ. აი როგორია? ხო, ზუსტად ეს ისტორია, აქაურობის ისტორია, ის პასუხისმგებლობის ყველაზე მძიმე ტვირთი თუ შეიძლება ბჭყალებში ვიტყვი, რომელიც ზურგზე გაწევს და რომელიც დაგყვება. სახლიდან გამოდიხარ თუ აქ შემოდიხარ თუ აქედან გადიხარ, მუდმივად გახსოვს, რომ ეს არის მწერალთა სახლი, ეს არის მექა ქართული ლიტერატურის და აქ ისეთი აჩრდილები დადიან და ისეთი კვალია, რომ აქ არ შეიძლება სხვანაირად ხანდახან მერიდება კიდეც იცით, აი თანამშრომლები და რაღაც ჩვეულებრივ ისეთ ყოველდღიურ საქმეებზე რომ ვლაპარაკობთ ხოლმე ის რაც რა თქმა უნდა საქმეს ეხება, მაგრამ მაინც აი რუტინულ რაღაცებზე ხანდახან მომერიდება ხოლმე აი ამ აჩრდილების, რომ სულ მგონიან რომ სადღაც შეიძლება შემოგეფეთოს უცებ ეს სახეები. თან მე რო პატარა ვიყავი, ბევრი მათგანი გახსოვთ? ბევრი მათგანი მახსოვს, კი. თქვენ რა თქვით ეხა ეს პასუხისმგებლობა არისო, როცა ასეთი ისტორიის სახლში, ასეთი ისტორიის შენობაში და იმ ფუნქციით ხელმძღვანელობთ, ეს თავისთავად არის და მიუხედავად ამისა კიდე რომ ხელმძღვანელობთ, მანამდეც და მერეც თქვენ შემთხვევაში ხო არ ორმაგდება პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ნოდარ დუმბაძის შვილი ქვია და ნოდარის სახელი სულ მოყვება. ნოდარის რომელიც არის ძალიან ისე ხო ყველას მაგაზე ხუმრობაც კი გვაქვს, ჩვენ ოჯახს ყველას ნოდარი ქვია, მაგრამ მოფერებით ქეთინოს მოძახიან. იმიტომ რომ ეს თავისთავად ხო ეს დაბადებიდან ესე მოდის, რომ ეს ყველაზე მთავარი ჭრილი ეგ არის ხო რაღაც ისეთი ნათება უბრალოდ სიამაყეც და თანათება. რა თქმა უნდა და პასუხისმგებლობის ძალიან მძიმე და მით უმეტეს აქ ამ შენობაში, იმიტომ რომ მადლობა. ჩაი გადასარევი ციან ჩვენთან. ის ცნობილი ხა გამოხსენდა მართალი ისტორია, ნოდარსო ჩაის ეროსის პირველ უნდა და ამბებები პირიქით დედაჩემა იყო. ხო და ნოდარმა თქვა რომ სტობრები მომივიდნენ მართალია. ხო, მართალია, ხო, ჩაიზე. ბატონი ნოდარი არ გვიწყეს ახლა ჩვენი მედია ჩაიზე რომ საუბრობთ, მაგრამ ამ საუბარ ჩაი უხდება. აქ უხდება ჩაი. უხდება ნამდვილად ამ სიტუაციას. ხო არ გაქვთ აი თქვენი ახლა თვითონ გიждდებოდა ჩაიზე, თვითონ აყენებდა დედაჩემს კი არ აყენებდა. მართლა? ხო და მაშინ ახლა არ გვიწყეს. მე ვარ ჩეპირისტიო იცი. მართლა. რას თქვენ თქვით რომ ხანდახან როცა ყოფით რაღაცაზე საუბრობთ, მაქვს რაღაც მორიდება და მოგზაურობა რომ შეიძლება გისმენიო. ან ვინმე ხმამაღლა რომ დაილაპარაკებს, ამ ვიღაცას გაზახებს, რომ სადახარ როგორ იქცევი. ერთგვარად ხო არ გაქვთ სულეს ნოდარის მიმართაც რომ სულ გისმენ, სულ გიყურებ და სულ რაღაც ანგარის აბარებ. ეგ მთელი ცხოვრების სიმძიმეა რა თქმა უნდა, სკოლიდან დაწყებული, იმიტომ რომ რა ვიცი, ნათქვამიც კი მაქვს, რომ რაღაცას კარგად რო გააკეთე, თქვა თემას დაწერდი კარგ სკოლაში. იყვნენ ისეთი მასწავლებლები, რომლებსაც შეეძლოთ ესეთი კითხვა დაესვათ, რომ უი, მამამ მოგეხმარა? ჯერ მამაჩემ წარმოიდგინე, ჯერ დავალეთ, რომ ეკლასში ვიყავი, ის არ იცოდა. მაგრამ
მეორე როგორი შეურაცხყოფელია ეს ბავშვისთვის და ესე იყო უნივერსიტეტში სტიპენდია რადგინდა გადაბარება მინდოდა ერთხელ რაღაცა ლოგიკაში კი არა პარტისტორიაში თუ რაღაცაში სამიანები მივიღეთ ხო და გადაბარება გვინდოდა იმიტომ რომ სტიპენდია გვეხსნებოდა და ჩვენ სამ გოგოს უკვე შვილი ყავდა და რაღაცა გვინდოდა რომ სტიპენდია გქონოდა და განცხადება რომ დავწერეთ დეკანატში ვიღაც თანამშრომელმა მითხრა რომ მამა შენი მილიონერია რადგინდა ეს სტიპენდიააშუაშია მამა ჩემი ჯერთ მამა ჩემი რატო იყო მილიონერი კაცმარი მეაშუაშია ჩემ სტიპენდიას არ მამა ჩემი ხო მოკლედ იყო ესეთი რაღაცები მაგრამ ხო მთელი ცხოვრება პრინციპში გიხდება მტკიცება იმისა რომ შენც რაღაცების კეთება შეგიძლია ხო ასევე მაგრამ თან ძალიან სამაყვა რა თქმა უნდა როგორ არის როცა ხარ იმ ადამიანის შვილი ვინც არის ყველასი ყველასია ყველასია და რომელს ხსენებაზეც ადამიანებს ცრემლი ადგებათ იმიტომ რომ სიკეთე არიცნო პირად ნაცნობობაზე კი არ არის ლაპარაკი აი უცნობ ადამიანს ცრემლი ადგება და მე ვფიქრობდი რომ რატო და მე მივხვდი სიკეთე ენატრება აი ეს უნდა მეთქვა ხო ყვარული რაც არის მის ნაწარმოებებში ეს ხაზი უნდა განმორწვა ხოლმე როცა კითხულობ და როცა უყურებ კიდეც იმიტომ რომ შვენიერი ეკრანიზაცია მოხდენეს მე რეჟისორი ბევრი კარგი ბატონმა გიგამ შენ გაბოლოდება მაგრამ როცა კითხულობ აი ვერ ხვდები არამს თუ ადამიანს ან პერსონას რამეს არაკეთილს ან ნეგატიურს ან სულ უარყოფითი გმირიც უყვარს ხო ისე ხარ რომ შენც გიყვარდება ანუ ვერავის ვერ ბრაზდება დათიკო ხანდახან ისე შეგეწა ესე ან გებრალება ან გიყვარს კი ნუ ავტო ეს ოსა შემოქმედებას უყურებ ისმენ კითხულობ ცხადია ეს არის მისი შინაგანი სამყარო ისე ვერ ხდება ანუ მასიურად ვერ იქნება სხვანაირი თუ არ ფიქრებ. ამდენ სიკეთეს ვერ მოიგონებ. როგორი მამა იყო, როგორი ადამიანი იყო, როგორი მეგობარი იყო. აი ზუსტად მე ძალიან გულისხმობ რომ აქ თაობის ხალხს ვერ მოვესწარი და ესე მოგონებებით ვისმენ. რაც წაწერს ის იყო. ზუსტად. კაი რამე თქვი, საერთოდ არ იცოდა და რომელ კლასში ვიყავი. ცოტა ამ ქვეყნიეროდ მიწაზე არ იყო, ხო? არა. ერთხელ რაღაც ცუდი ნიშანი გამომყვა და დედამ დამაბესყა მამასთან რომ აიო კეტინო სულ არ სწავლობსო ქიმიაშიო ორიანი მიუღიაო თუ რაღაცა და მამა მითხრა რომ მამა მერვე კლასის მერე პროპტექნიკუმში გინდა გაგიშვათო მაინც და მაინც და მამა გავწდი მერვეს მე ვთქარი ეს არის ცოტა მეანდეში ვარ ცოტა არა დასახველი ხო, მაგრამ სამაგიეროდ ისეთი რამეები იცოდა, რაც საკმარისი იყო. და ჩემთვის როცა ეს ისტორია რაც ახლა ვახსენე პირველად მომისმინე და მე პატრიარქს რო ვიხსენებდით ერთ გადაცემაში კიდე გავიხსენეთ, იყო და მე თქვენს გარეშე მომისმენია ეს ფოტოშორი და პატრიარქისგანაც მომისმენია ის ნობილი ფაქტი, როცა უწმინდესი ეწვია როდარ საავადმყოფოში და ის აღსარება და პატრიარქმა თქვა რომ აი ესეთი მომდევნო. კი, მე რომ მქონდეს იმის უფლება რომ მოუყვე მე მრევლს გავაასმაგებდი. როგორი ურთიერთობა ქონდათ ნოდარს და უწმინდეს და როგორი ურთიერთობა ქონდათ ნოდარს ეკლესიასთან და ღმერთთან? მე მოგიყვებით ერთ ამბავს ერთი პერიოდი იყო ჩემ ცხოვრებაში ესეთი მძიმე პერიოდი, როდესაც მე წავედი მონასტერში. და წავედი ყაზბეგში. და ცხოვრობდი და მსახურებდი, ასე ვთქვათ, იქ სადაც პატრიარქის სახლში. სტუმარი ვიყავი, რა თქმა უნდა, მაგრამ ტრაპეზსაც ვაკეთებდი, დილას დედებთან ერთად ვლოცულობდი. როგორც იყო ტიპიკური ჩართული იყო. კი ბატონო, ყველაფერში ჩემი ჩაცმულობით, ყველაფრით მონასტრულად ცხოვრობდი. მონასტრულად სანთელს ვაკეთებდით, სკვნილებს ვსოვდით, სხვა შორის საოცარი რაღაც მოხდა, იცი, ეკლესიიდან რომ წამოვედი. დიდხანს არ ვიყავი თვენახევარი სულ, მაგრამ რო დავბრუნდი, სახლში ვცადე გამეკეთებინა და ვერ გავაკეთე. აი ეს დედების ლოცვა, მისტიკა, ეს იყო საოცრად. აი იცით როგორ ვაკეთებდი? საოცარი სისწრაფით და საოცარი იმითი ხელმარჯვე, აი გეგონება მთელი ცხოვრება ვაკეთებდი რა. იქ როგორც მასწავლეს და სახში ვერა. არ გამოვიდა სახში, ვერ გავაკეთე. ხო, და რა ვწყობოდი და პატრიარქი ამობრძანდა.
ერთხელ და მაშინ მითხრა რომ ესა მას უთხრეს რომ აი ქეთინო ჩვენთან არისო უკვე ერთი თვეაო და ხშირად ყვებაო თქვენი ურთიერთობის ამბებსო და მამამისის ისტორიებსო გვიყვებაო და უწმინდესო თქვენც მოგვიყევითო რა ნოდართანო როგორი ურთიერთობა ქონდა და მაშინ მითხრა რომ აბა შენ რა გახსოვსო ჩვენი ურთიერთობიდან შენ მომიყევიო და მე მაშინ მაეს მოუყევი ბოლოს შეხვედრა როცა აღსარება ჩააბარა და რაღაც და მე რა მითხრა იცი კიო ეს ყველაფერი მასე იყო ნამდვილად მაგრამ შენო მთავარი არ გახსოვს ალბათო და მე იმ მომენტს არ შევსწრები ვარ მე რო შევემოვედიო პალატაშიო ნოდარიო აი ესე გააკეთა აი ესე სულ შეერთებული იყო ფერადი მავთულებითო და წამოდგაო ფეხზე და მე ვთხარი რა შვები ნოდარ არ გაინძრე ხჩენთვის ხო არ შეიძლებაო რას ბრძანებთ საქართველოს პატრიარქი მოვიდა ჩემს სანახავად და მე დაწოლილი დავხვდებია საოცრება აი ეს უკვე ამბობს ურთიერთობა და მეორე ურთიერთობა იყო რომელიც არც არავის არ უნახავს ალბათ ურთიერთობა როგორც მწერალთან მე-9 დღეს როდესაც უწმინდესმა ჩაატარა პანაშვიდი სიონში გარდაცვალებიდან მე-9 დღეს მე სახში მოვედი და მამას რომანები წავიკითხე თავით. ეს იყო მე არ ვიცი, ვერც ერთი ფილოლოგი და ვერც ერთი ლიტერატორი ვერ გამიხსნიდა ალბათ იმ გასაღებს, რაც მე მაშინ მოვისმინე იმ ქადაგებაში. მე ეხლა ერთ კითხვას გავაერთიანებ, რაც თქვენ ეხლა ორი მომენტი თქვით და განსაკუთრებით ჩემთვის ნიშანდობლივი რომ პატრიარქს როგორ დავხვდებით დაწოლილიო ეს უკვე გამოხატავს მის მოგზაურობას როგორც პატრიარქი ზოგადად ინსტიტუციის, რასაც ინსტიტუციის რელიგია, ხო, იმიტომ რომ პატივსცემდა სტატუსს და ხალხი პიროვნებას. ეს ის პერიოდია, როცა მაშინ ესე არ არის, ხო, რელიგია, ეკლესია. როგორი იყო თქვენთან ოჯახში და თავად თქვენი დამოკიდებულება როდის გაჩნდა ღმერთთან? მე გავიზარდე ოჯახში, სადაც მამას ოთახში ერთ კედელზე სულ ხატებია. მე შენ აუცილებლად გაჩვენებ ამ კედელს. სადაც აი თავიდან ბოლომდე მთელ კედელზე არის ხატები. რომელსაც სულ ემატებოდა და ყველა ხატი არის ნაჩუქარი. არც ერთი ხატი არასდროს არსად არ გვიყიდია და შეგვიძენია. მამას ჩუქნიდნენ და ეს ხატები მე მინახავს მამა ჩემი დაჩოქილი ამ ხატების წინ და მლოცველი, რა თქმა უნდა. მე ესეთი ისტორიაც მახსოვს ჩემი ბავშვობიდან ერთხელ სვეტიცხოველში შევედით, ისე მახსოვს ისეთი ჯინსის ქურთუკი ეცვა და მე რაღაცა ესე მოვდიოდი ამ სვეტიცხოველში, ვათვალიერებდი და სულ მაშინ ამდენ ხალხი არ დადიოდა ეკლესიაში და უცებ შემოვიდა ვიღაცა. აი ვიღაცა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, იმიტომ რომ მე იმ კაცის სახე არ მახსოვს. და ვისი სახეებს ვერ ვიმახსოვრებთ ჩვენ მოგეხსენებათ. ოღონდ ეს მე გავიგე, მე ბავშვი ვიყავი და არ ხო. და ისა და მამა უიო ბატონო და რო თქვენო შვილი ყავთო ექსკურსიაზეო? კითხეს. თვითონ უცხოელი სტუმრები ყავდა ეთხოვანი. ხო და არა მამა მოთხრა და ეს ისე მახსოვს აი ესე გაიხსნა ჯიბე და აქედან ამოიღო წითელი თუმნიანი და მითხრა წადი მამა სანთლები იყიდეო სანამ მე საუბრობო აზგასნით უთხრა რომ ჩვენ აქ სანთლების დაზანდებად მოვედით და არა ექსკურსიას მხოლოდ ხო და ესეთი ისტორია იყო და იმ ხატებს რაც შეეხება მამას ინფარქტი ქონდა და ადრე ინფარქტის დროს ესე არ იყო როგორც ახლა სტენტი ჩაგიდგეს და მეორე დღეს ადექი და გაიარე. მაშინ იყო რომ ერთი თველოგენად უნდა ყოფილიყავი და გადატრიალება არ შეიძლებოდა და მაღალი ბალიშები არა რომ რაღაც არ დაღლილიყავი და რაღაც და მით უმეტეს ნუ მამას ისევე ფოფინებოდით რომ და იყო ესეთი ცეკაც დივანი რომელიც ცხოვრობდა ჩვენ მეზობლად მამას და მეგობრობდით ოჯახებით და მას ორი ვაჟი ყავდა და მეუღლე იყო კარდიოლოგი რომელიც ყოველ საღამოს ამოდიოდა და მამას ინჯავდა წნევას გულს უსმენდა ისა და
დანიშნულებას რა. ერთ დღესაც ბიჭებთან ერთად დამოვიდა. ბიჭები პატარები არიან 5-6 ესე. ტყუპები არ იყვნენ რაღაცა. ოღონდ ერთი წელი იყო განსხვავებად რა. მოკლედ მთელი ისტორია არის იმაში, რომ შემოვიდნენ საძინებელში არასდროს არ ყოფილან, ეხა საძინებელში რა უნდათ, ხო? თუნდაც მეზობლური ხო, პირადი სივრცე. ხო და პირადი და ეს ხატები რომ დაინახეს და ზიანოდარ თქვენც რომ მორწმუნე ხართო? არის ეს ისტორია. არა. რომ მორწმუნე მამა თქვენი. მე მორწმუნე ვარო? მე მორწმუნე. ეს ძალიან ისეთ გავარდა მე უცებ. მეორე დღეს მთელმა თბილისმა იცოდა რომ ეს ისტორია მოხდა. მე მორწმუნე ვარო. და თავად თქვენი პირადი ურთიერთობა როდის დაიწყო ღმერთთან სარწმუნოებასთან? ბავშვობიდან. ის ყველაფერი. ჩვეულე ხო, რა თქმა უნდა. სულ აი თაროზე ხო არის რაღაც რუსთაველი დევს, ჭავჭავაძე დევს, ვაჟა-ფშაველა დევს და დევს ბიბლია და დევს ახარება, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა ეს იყო სულ. არაფერი გასაკვირი არ მომხდა. ერთ დღესაც წავედი, მე ერთ დღესაც მონასტერში წავედი. მაგრამ მივხვდი რომ უფრო ერში მეტი საქმის კეთებას შემეძლო ვიდრე ფიქრობდით დარჩენას? ანუ ფიქრი იყო რომ წავედი მაშინ ვფიქრობდი. მაშინ ვფიქრობდი, მაგრამ მე მივხვდი რომ არ ხო რაღაც ბევრი კითხვები არ ვიყავი მზად ალბათ რა ის ემოციური ნაბიჯი უფრო იყო ვიდრე გააზრებული. იმიტომ რომ მე დაუბრუნდი საქმეს და დაუბრუნდი ძალიან აქტიურად დაუბრუნდი მამას არქივს ჩაუჯექი, იმიტომ რომ მაშინ სამსახურიც ყველა სამსახურიდან გაშვებული ვიყავი მაშინ. და არქივს ჩაუჯექი და ძალიან ბევრი კარგი რამე გავაკეთე მამას არქივის მოვლის კუთხით. რაღაცა წიგნები გამოვეცი, რაღაცები და მე აი დაიწყო ეს რამაც აქამდე მომიყვანა. ხო, მოდი ახლა დავუბრუნდეთ იმას, რამაც მოგიყვანა და რატომაც აქვს. ხედავთ ჩვენ რა ხდება, რა პროცესებია. მე ვთქვი რომ ხშირად გვიწევს ჩვენ გაშუქება, იმიტომ რომ სულ რაღაც ხდება. რამდენჯერ მე თვითონვე ტელევიზიას მადლიერი ვარ ძალიან ყურადღება. რამდენჯერ მე თვითონვე ვიყავი და წამყვანიც ვიყავი რაღაც პროცესებების. რა ხდება, რა პროცესებია და რა ხდება დღეს პერალთა სახლში. ხო, მუზას წამყვანი იყავით თქვენ და ეხა გოგებაშვილსაც ჩვენ მოგცეს გოგებაშვილის პრემიასაც ჩვენ გავაკეთეთ. ძალიან კარგი. ეხა გამოცხადებული გვაქვს გურამ რჩეულიშვილის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი. ეხა ამ წუთას რაც ხდება. ყოველ პარასკევს უკვე მე 2 წელიწადია არის პოეზიის საღამოები. არა მარტო პოეზიის, პროზისაც, პარასკევის საღამოები, ესე ქვია ამ შეხვედრებს. ზუსტად ერთ კვირაში ჩვენები მიდიან და კონკურსს ვატარებთ ესეც გაზაფხულის შილდა, შემოდგომის ჩავატარეთ, ეხლა გვაქვს გაზაფხულის შილდა. ის ისტორიული ადგილი როა კახეთში, იცით თქვენ იქ შილდაში ვატარებთ, ამას მიყვავს ავტორები, მათყავთ მოდერატორები, მენტორები და 48 საათის განმავლობაში ვაძლევთ თემებს და ისინი წერენ. ხო, ძალიან ვცდილობთ, რომ ახალგაზრდა ავტორებში გამოვარჩიოთ, გამოვავლინოთ, აღმოვაჩინოთ. ერთგვარი ხელშეწყობა ეს ყველაფერი მაქვს. ხელშეწყობა, რა თქმა უნდა. რანდევუ გვაქვს კიდე თვეში ერთხელ, რომელსაც საინტერესო ადამიანებს ხვდები და ეს უფრო ესეთია, კითხვა-პასუხის რეჟიმშია. თქვათ თუ პოეტია რა თქმა უნდა ლექსებსაც კითხულობს, ან თქვათ პროზაულ ნაწყვეტებს რაღაც, მაგრამ უფრო ავტორისა და მსმენელის კონტაქტი მყარდება აქა და ძალიან საინტერესო საღამოები გამოდის. მე რამდენჯერაც მოხვდი, ბევრი ახალგაზრდა დავინახე. დარბაზში აუდიტორიაში ისე როგორც მონაწილეები. ავტორები გამოჩნდნენ, რომლებსაც მე არ ვიცნობდი. ეს არის ჩვენი და ლიტერატურული გაზეთის ერთობლივი პროექტი. და რა ვიცი ხა ვინმე შეიძლება ეჭვი შეეპაროს იმაში რომ ის ავტორი რომელსაც ვახტანგ ჯავახაძე წაიკითხავს და მისცემს მწვანეს აუნთებს რომ გაზეთში მოხვდეს ეს არ არის მნიშვნელოვანი ავტორისთვის და საზოგადოებისთვისაც ხო მე მგონია რომ აუცილებელი საჭიროც არის
მეტრები ხო ყავთ მსახიობებსაც და ის რო იტყვის რომ ეს ნიჭიერი ახალგაზრდაა გჯერა და ეჭედი დარწმულია ხო? აი იგივე ხდება. ეხლა ჯავახაძე როლექსზე იტყვის გალაქტიონის ავტორი. და თავად ფანტასტიკური პოეტი რომ იტყვის რომ ეს ნიჭიერი ახალგაზრდაა, იმ ნიჭიერ ახალგაზრდას უნდა მოკიდო ხელი. და აი ესე ნელ-ნელა ჯერ საღამოზე მერე წიგნი უნდა გამოუცე მერე ფესტივალზე უნდა წაიყვანო მერე რაღაც. რა თქმა უნდა, აბა რა არის მწერალი. მით უმეტეს იმიშვილი, რომლის მამაც ამ ყველაფერს აკეთებდა განაწერლობისა, ასევე საქმეს. კი, აკეთებდა და ხო, მაგალითი იყო ისეთი, რომ სხვანაირად არც წარმომიდგენია ცხოვრება. სხვანაირად ცხოვრება. თან თქვით რომ ერთგვარად ანგარიშს აბარებს სულ ალბათ. სულ მუდმივ. ეხლა ყოფილა იგივე შემთხვევა, როცა აქ ხართ განსაკუთრებით, რომ ნეტა რა სიტყოდა, ნეტა როგორ შეემაფასებდა. სულ არის ეგ და მოეწონებოდა თუ არა. ბევრჯერ მისულითაც ყოფილა. ჯერ მზიურში და ეხა მთაწმინდაზე, რომ მამა დამეხმარე, მამა მიშველე, მამა. რა განცდა იყო და რა ემოცია, როცა გაიგეთ, რომ მამა მთაწმინდაზე უნდა გადაესვენებინათ. იცით რა, პირველად როდესაც ეს პატრიარქმა გვითხრა, ერთ დღეს მან დაგვიბარა ჩვენ ოჯახი დაგვიბარა თავისთან და როგორც იცოდა ხოლმე ლამაზ ჭურჭელში საკმეველი, სანთლები, ხატი, რაღაცები გვაჩუქა და ბევრი ვისაუბრეთ ყველაფერზე. და მაშინ თქვა რომ მე ძალიან გული მწყდებაო რომ ნოდარიო მარტო არისო ზიურში რომ მარტო არისო ხო ესე თქვა. და ძალიან მინდაო რომ მაგრამ რაღაცა დრო უნდა მოვიდესო, რაღაც მომენტიო დადგებაო და ნოდარიო მთაწმინდაზე ავაო. მაშინ იცი რა, მე ძალიან მესიამოვნე ხა მის მოსმენა როგორ შეიძლება რომ არ გაგიხარ პატრიარქისგან. მაგრამ არ მიფიქრია რომ ეს რეალობა იყო იმ წუთას რა. ნუ კი დრო დადგება რაღაც. ხო. არ გასულა დიდი დრო. მოვიდა ეს 5 წელი გავიდა და იცით როგორ გააკეთა ეს ყველაფერი? მამას 80 წლის იუბილეი იყო. და მზიურში იყო ესეთი აღნიშნავდნენ ხო და მოუბრძანდა უწმინდესი იქ ჩაატარდა პანაშვიდი და ჟურნალისტები თუ არიან აქ იყვნენ, იმიტომ რომ მთავრობის წევრები იყვნენ, მწერლები იყვნენ, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მწერლებიც იყვნენ, უცხოელები და ეს კამერები უცებ ამოვარდნენ ამ კიბეზე და აი ჩადგნენ ხო აი ბევრი მიკროფონი რაღაც და პატრიარქმა თქვა მაშინ დადგა დრო რომ ნოდარი მთაწმინდაზე უნდა ავიდეს და მე მახსოვს რამდენიმე სახე ცოტა თეთრი და ცოტა პირდაპირ ეთერი იყო პირდაპირ ეთერი იყო და ვისი პირდაპირ ეთერიც არ იყო ჩართული იმათ არ გაუშვეს ეს ინფორმაცია არა და ვისაც გაექცა ეს პირდაპირ ეთერში რა სიტყვა ამის მერე ეს იყო 14 ივლისს მამას დაბადების დღეზე მარიამის დღეზე ასე და ვაჟას დაბადების დღეზე კი და კაკუცა კი საოცარი სამი დღეა და აგვისტოში ხო მარიამობას დარეკა პატრიარქმა და თქვა რომ ოღონდ საოცარი რამე თქვა ეხა კიდე გავთქვა ერთ საინტერესო მე მითხრესო რომ თქვენო წინააღმდეგი ხართო და მე იმედი რაღაც ისე გითხრა რომ აი მე ვრეკავო და მინდა რომ მე თქვენგან გავიგო ეს ამბავი იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ნოდარი იქ უნდა იყოსო და მითხრეს რომ თქვენო წინააღმდეგი ხართო გაგიგოთა და ჩემი გაოგნდა ვისი წინააღმდეგი ვარ უწინდეს ყოცა აღარ დაიბნა ხო და ესე უთხრეს ალბათ მას ხო ნუ ესე უთხრეს მას რომ ჩვენ ვაპროტესტებდით ამას უძახი წინააღმდეგი იყო ხო მაგრამ მოხდა ისე როგორც უნდა მოხდა 14 სექტემბერს მამას გარდაცვალების დღეს და ეკლესიის ახალწელს 14 სექტემბერს მამა გადაასვენეს
ძალიან დიდი მადლობა. 25 წლის მერე. ხოცი რომ არც ერთის კანონი არ დაუცვია, იქ ვინც წვანან. მარტო მამა ავიდა 25 წლის მერე. ხო, შემთხვევით არაფერი ხდება. რა თქმა უნდა. დიდი მადლობა ქალბატონიკეთ ესეთ საუბრისთვის და მადლობა რომ ჩვენთვის გამონახეთ დრო და ახლა აღარ მოგახსენე. ყოველთვის მზად ვარ. ვიხარია ძალიან. იმიტომ რომ მაინც რაღაც სათუთი გზნობები მაქვს, მეც ხომ მუშაობ ტელევიზიაში. დასაწყისში. დასაწყისშივე, კი ბატონო. ამიტომ უცხოარ ხარ ჩვენ ტელევიზიაში. არა, რა თქმა უნდა, არა. ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა ესეთ საუბრისათვის და წარმატებას გისურვებთ. საკუთარი თავით უკმაყოფილებას მოსდევს განვითარება და წინსვლა.